რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ამ ახალგაზრდის სიბრძნე და მხედველობა აღემატებოდეს თუნდაც ერთ წერტილში ამ დიდი პროფესიონალს. ვინაიდან შეიძლება იყოს თალმთახამი უფროსი, იყოს თალმთახამი ახალგაზრდა. ხო? შეიძლება ახალგაზრდა თალმთახამის ხედვა რაღაცაში უფრო მეტი იყოს, ვიდრე მოხუცებულისა. ამიტომ თუ ითქვის ეს მოხუცებული, რომ ხა არ ვისწავლი ამისგან როგორ ვისწავლო ეს ჩემზე პატარა როგორც სწავლაში, ასევე ასაკით, მაშინ დაკარგავს იმას, რაც აქვს მეორე ადამიანს, ხო? რაც აქვს შედარებით ახალგაზრდას ან პატარას, ან უნდა ისწავლოს ყველასგან უნდა ვისწავლო. და ამას წერია ველზე ნეიმარ მიკოლ მელამადაი ჰისკალტი, ხო? ასე წერია თეილიმში. ყველა ვინც მასწავლიდა ეძახს დავით ამალხი ყველასგან ვისწავლე. ხო? და ასევე წერია პირკეი ავოჩი, რომ იძახის ბრძენი, რომ ვინ არ ჭკვიანი, ვინც ყველასგან სწავლობს, ხო? ანუ ვინ ჭკვიანდება, ვინ ბრძენდება, ვინც ყველასგან სწავლობს. კიდევ ასევე წერია, ვეოდ ამრუაბოთეინო, მეოდ ჰევეიშվել რუახ ბიფნეი კოლა და ასევე იყავი ყველას ძალიან თავდაბალი ყველა ადამიანის წინაშე. ლობიფნეი დოლი ნევად צריך להיות של רוח, אלא אף לפני הקטנים. არ უნდა იყოს ადამიანი თავდაბალი დიდებთან, არამედ ასევე პატარებთან, ხო? მნიშვნელობა არ აქვს დიდებს, პატარა ყველასთან ადამიანი უნდა იყოს თავდაბალი. ერთ-ერთი ლაპარაკობს ყველას, რა თქმა უნდა, დიდს მეტი პატივისცემით, მეტი მოწიწებით, მაგრამ თავდაბლობა არ უნდა აწიოს ადამიანმა ცხვირის სხვაზე არასდროს. וההולך בדרך זה יזכה את הרבים. ეძახს ვინც ამ გზით დადის და ამადლიანებს ბერს. აქ შეიძლება ითქვას ისკე ეტარაბიმ წავიკითხოთ, რომ თვითონაც ბერს დამადლიანდება. კი ჰუ ნოსე ხენ ბენეი კოლ როაო, მაგრამ გაგრძელებაში ხედავთ, რომ უფრო საუბარია ზიკუირაბიმ. ზიკუირაბიმ, როდესაც ადამიანი ამადლიანებს ბერს. ბევრ ხალხს კაის აქციაზე. კი ჰუ ნოსე ხენ ბენეი კოლ როაო, რომ ის იმსახურებს, ანუ გამჩენი აძლევს მოწონებას. მრავალი ხალხის თვალში, ბევრი ხალხის თვალში, ვეკოლ მასავ ვესიდრე ინიანავ მეკუბალაჰემ და ყველაფერს ასე არ უნდა აკეთებდეს, მათთვის მისაღები ხდება, ხო? ანუ რა საუბარი ნორმალურ საქციაზე. თამით ჰემ მეშაფხიმოტო, ומתוך כך הם חומדים לעשות כמוהו, וכל אדם יברך את בנו שיהיה כמו פלוני. אני חלץ מוצאוס, და ყველაფერზე მას აკებენ. ანუ აკებენ არ თუ მიდენ და პით შეკლენ. ეს არ უნდა იყოს ადამიანის მიზანი. ანუ ხალხს რადგანაც ხალხი ვარ მისაწილი და ყველაფერს როგორც წავდით, ხო ჩვენ როდესაც ძედი ბრძანებს უყურებთ, მაგრამ სწავლობთ სადიკე ელიშანავი უფრო მეტი გამოგზავნა მაგრამ თუ ადამიანი თუ ბრძენი ავალებით გაიჰუ მეხარელა შენ ბარუხუ უმახტია თარაბინ რა ვთქვით როდესაც ადამიანი იქცევა სწორად და არ თავდაბალი ბრძენზეა საუბარი დამთხახანზე ან რელიგიურ ადამიანზე ან დავშ პატრიციულ ადამიანზე რომელსაც შეუძლია კაი მაგალითი მისცე სხვა სამით მადლიანდება რას რომ ამადლიანებს ბევრს ხალხს კარგ საქციელს მაგრამ თუ საქმე გვაქვს ქედმაღალ ადამიანზე რომელიც თავისგან აკეთებს კერპს მე გამორთავ კამერას სადაც ხედავ რომ ცოტა ინტერნეტი არ ვარგა თავისგან აკეთებს ასე რომ ვთქვათ დიდ რამეს ხო ეს ადამიანი აკეთებს ხიულაშემს ხო არც ხუს გამჩენის სახელს და ამადლიანებს ბევრს არათუ კაი საქციელზე არამედ ცოდვაზე და ასეთ ადამიანს არ აქვს მახტირაბი იმ როწერია წერილი ვინც ბევრ ხალხს აწოდინებს მას არ აქვს თეშუბა ის ვერასდროს გააქვს თეშუბა ხო ვასუჟან გამესო ხუდო მელენებელა და ის გავს ასე აკუჭებულ ეჰი ალო ის გავს გაკუჭებულ ხორცს რომელიც გდია ქუჩაში ხო
שמושלכת בשוק, וכל עובר ושב מניח ידו על חותמו, ועד שיעבור ככה, עד שיעבור. ის გავს ამ ქუჩაში დაგდებულ აყროლებულ ხორცს და ყოველი გავლილი მასთან ახლოს ცხვირზე იკიდებს ხელს და დაკეტოს თავის ცხვირს და შეისუფროს ეს ცუდი სუნი სანამ არ გაივლის იქიდან, ხო? ანუ რა აშორებს ხალხს ასე რომ თქვა შეიძლება ითქვას რომ გამჩენი სამსახურიდან. וכל עובר ושב ככה מתגאה הוא מגנה את התורה ולומדיה ומרחיק בני אדם מן התורה. ასევეა ადამიანი, რომელიც წარმოადგენს თორას ხალხის თვალში და მეორე მხრივ არის ქედმაღალი. დასაკეთებს ამით, აკეთებს იმას, რომ ხალხს აჩორებს თორიდან და ხალხს აზიზგებს თორის მოსწავლეებს, ხო? კი אומרים, მათო თაოლეთ ეშბათორა, ანუ აშორებს ხალხს ასევე გამჩენის სამსახურიდან თორიდან, ხალხი უყურებს, თუ ესეთი ადამიანი, რომელიც თორას სწავლობს და ესე იქცევა, მაშინ ისთვის ნოვისწავლოთ, ხო თორა. ახარეა შელომდე არაი, მას მერე რაც გამდინარე იქიდან რაც სწავლები თორისა არიან ესეთი ცუდი, მithოხ კახ, ორში მემინა თორა, ჩორდებიან თორას. ანუ რა გვესმის აქედან, ადამიანი როდესაც არის, ნახეთ, როდესაც თავდაბალი, მადლიანდება ბევრ ამას, ხო? ამადლიანებს ხვევებს ასწავლებს სწორ საქციელს, ხოლმე არ არის ადამიანს არ არის საჭიროება მივიდნენ და მეორეს უთხრა რა გააკეთოს, ხო? თანდახან ადამიანი თავის საქციელი თანახებს სხვას თუ როგორ უნდა იქცეოდეს, ხო? მაგრამ მეორე მხრივ თუ ადამიანი არის ქედმაღალი და სხვილია გაბზეკილი, მაშინ რა ხდება? აშორებს ხალხს თორიდან და აზიზგებს თორას და ხალხი კარგავს ასე რომ ვთქვათ, სურვილს დაუახლოვდეს თორას, რადგან ასეც რო ხედავს ამაში, ხო? და ვხედავთ ერთ რამეს კიდე, როდესაც დავუშვათ ხალხი ვინც დაახლოვდა თორასთან და ადიან გაკვეთილებზე, რომ პასუხისმგებლობა ჩვენი დიდია. რადგანაც ხალხი ვიყურებს, ხალხი ხედავს, დავდივარ გაკვეთილებზე ვაკეთებს რაღაცას, ამიტომ და ვიცოდოთ რომ ხას შალომ არ გავხდეთ ხიულაშენი, ხო? არავის არ ეგონოს რომ გულისხმობ მარტო იმას, რაც შეიძლება იყოს. ამიტომ არის საჭირო რომ ვიყოთ ძლიერად, რომ ვიგეთ კარგად ორ ფეხზე. ხანავანი კერეთ ბიადამ ბეშიშა დვარი, ხო? თავდაბლობა ადამიანში ჩანს 6 ასე ვთქვათ 6 რამეში. ჰარიშონ, პირველია, ბეხოზეკ ასო შელადამ. თუ რამდენად ბრაზიანია ადამიანი, ხა ბრაზიანზე არ არის საუბარი თუ რა ხშირად ბრაზდება, ხა განავრცობს აზრი, განავრცობს ბრძენი აზრს, კეგონ შებიზაუ ადამ მეოდ, ბიდვარი ობემასე. ვეშლო ლეინაგემ მიმენო უმოშელ ბერუხო უმოხელ ლო ბაავურ ჰაბორე ბარუხუ ზე სიმანა ანავა. მაგალითად ვიძახს ეს რაღაცას რომ მაგალითად თუ გააბრაზეს ადამიანი, ანუ მიაყენეს შეურაცხყოფა მას, ძლიერი შეურაცხყოფა, დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს მას სიტყვიერი ან მოქმედებით, არის საუბარი აუცილებლად დარტყმას, შეიძლება ადამიანმა გააკეთოს ესეთი რამ, რომ ბავშვად მეორესთვის ძალიან შეურაცხყოფელი იყოს და ეხლა პრინციპში ამ ადამიანს შეუძლია რომ გასცეს პასუხი და ანუ დაუბრუნოს მას ნეკამა, როცა ვეშლო ლეინაკემი მენო და მას შეუძლია რომ შური იწიოს მასზე, ხო? უმოშელ ბერუხო უმოხელო ბაურა ბორე ბარუხუ, მაგრამ რა შეება უმოშელ ბერუხო იგულისხმება რომ თავის თავს იყვანს ხელში და იყვანს თავის თავს ხელში, ბოჭავს თავის სულს და პატიობს გამჩენის სახელზე. არა თუ პატიობს იმიტომ რომ უნდა ვიღაცის თვალში მოწონება ნახოს, ან არ აქვს საშუალება რომ არ არის ასე რომ ვთქვათ იმ ვითარებაში რომ ამ ადამიანს გაცეს პასუხი, ან ეშინია, ან სამსახურს დაკარგავს, არა. შეუძლია რომ იტყვიან შეუძლია რომ კარგად გასცეს პასუხი და არაფერი არ მოჭავს, მაგრამ თუ ასეთ შემთხვევაში აპატიებს გამჩენის სახელზე სესიმანანება, ამას ქვია რომ ეს ადამიანი არის თავდაბალი. მაგალითი დავუშვათ ჩვენ გვაქვს ესეთი, როდესაც დავით და მელეხს ლანძღავდა და წყევლიდან შიმი ბენგერა, ხო? რა თქვა დავით და მელეხმა? დავით და მელეხმა უთხრა თავის დამწველებს, იმის ხო და მწველებს რომ არ გასცეთ ხმა, ეს გამჩენმა უთხრა დამწყევლოს, ხო? რა გააკეთა დავით და მელეხმა? აქ იყო ორი რამ, რომ დავუშვათ 2-3 კვირის წინ იმაში ავტარაში წავიკითხეთ, რომ დავით და მელეხი ეუბნება შლომო ამელეხს, რომ
შვილო შენ ჭკვიანი ხარ და იცოდე რომ შიმი ბენგერამ ასე და ასე შეურაცხყოფა მომაყენა და გააკეთე ისე ჭკვიანი ხარ და გააკეთე ისე რომ არ წაიღოს ანუ ეს შეურაცხყოფა ჩემი არ წაიღოს თავისთან საფლავში ხო ანუ არ შეარჩინო და გამოდის სასწაული ერთი მხრივ ბრძანები გვეუბნებიან როდესაც აპატია დავით ამელეხმა და თქვა რომ ის გამჩენმა უთხრა დაწყევლა და არა თვითონ დამწყევლა გვეუბნებიან ბრძანები რომ აქ დავანდლიან და დავით ამელეხი იმას რომ გახდა მეოთხე ფეხი იმის რა ქვია მასე მერკავას ხო ასე რომ ვთქვათ დამანდლიან და იმას რომ გახდა სკამის გამჩენის ასე რომ ვთქვათ ხო გამჩენის სკამის მეოთხე ფეხი მაშინ რა გამოდის გავიდა ცოტა ხანი და თავის უსეუნება ჩემი შური იძე აქედან გამომდინარე რომ ვთქვათ ეს ტი რაღაცა აქ იყო ორი მომენტი იყო წპირადი ცხენა რომელიც დავით ამელეხმა უთხრა შლომო ამელეხს რომ თავის შვილს რომ დავით ამელეხმა უთხრა თავის დამცველებს რომ არ თქმა რადგანაც გამჩენმა უთხრა დაწყებები და ეს აპატია მაგრამ არის კიდევ რომ დავით ამელეხი იყო მეფეს არ აქვს უფლება თავის ქავოდი თავის პატივი აპატიოს შეურაცხყოფას ანუ უნდა დასაჯოს ხო დავით ამელეხმა თავის სიცოცხლის განმავლობაში არ დასაჯა რატო სავარაუდოდ ეს არის რომ უნდოდა რომ შიგნიდან ბოლომდე ეპატიებინა ხო და დაავალა შლომო ამელეხს რომ ის წერტილი ხო აი ეს ფაქტორი რასაც ქვია მორიდ ბემალხუტ რომ დააკნინა მეფობა ხო სამეფო და მეფეს მიაყენა შეურაცხყოფა ეს არაპატია ანუ რა გამოდის რომ რაც გადასცა ხელში შლომო ამელეხს რომ მოეკლა შიმიბენგერა ეს არის არაპატია აპატია მაგრამ არაპატია ის რაც არაპატიება ადამიანს გამჩენისგან ეს არის მეფის შეურაცხყოფა ეს გადასცა რომ არაპატიები ხო ასევე შეიძლება იყოს რა რომ დავუშვათ კიდე იყო ისტორია როდესაც დავუშვათ თანხახამზე ხო იყო თანხახამი ვინც მიხვდება რა ისტორიაზე საუბარი მიხვდას არა არ დამორწმუნდ რომ ეს არის ადგილი სადაც უნდა განვარცოთ იყვნენ ორი თანხახამი და მისი მოსწავლე მივიდნენ იმაში რა ქვია მივიდნენ სასტუმროში ეს გაგზავნა ერთთან ბოდიში ულეფამი ასურლი მხოლ მაგრამ არის მომენტი როდესაც არ უნდა აპატიოს ხო არ უნდა აპატიოს დავით ამელეხს მაგალითად შეეძლო ხო თავისუფლად მოეკლა შიმიბენგერა და მართალიც ქნებოდა მაგრამ უნდოდა რომ ეპატიებინა თავის პირადი ცხენად მაგრამ არ შეარჩინა მეფობა როგორც თქვით მაგრამ არის იძახის ბრძენი რომ არის სადაც არ უნდა აპატიოს კეგონ თალმიდ ხახამ შებიზაუ ბარაბი თუ არის ადამიანი თალმიდ ხახამი და მან შეურაცხყოფა მიაყენეს ბევრი ხალხის წინაშე ამათ შეაფასება იქ არ უნდა აპატიოს იქამდე სანამ ეს ვინც აწყენინა ის არ მოვა და მოდის არ მოიხდის ისე როგორც საჭიროა რაზე საუბარი იყო ეს ისტორია როდესაც იყო ბრძენი და ყავდა მოსწავლე როგორც გამოაჩინა ისტორია და დღემდე ჩანს ეს ყველაფერი არის ხო მაინც და მაინც ის კაი ადამიანი იყვნენ და შევიდნენ გზად მიდიოდნენ გზაში და შევიდნენ და ღამის გასათენებლად შევიდნენ რაღაც სასტუმროში დილით როდესაც მოდიოდნენ მასწავლებელმა უთხრა მოსწავლეს რომ დიასახლის ქალბატონი ძალიან კაი ქალბატონი იყო ანუ რომ თბილად მიიღო პატივისცა როგორც საჭირო იყო რომ თანხმობის პატივიაცა და მოსწავლემ უთხრა მასწავლებელს რომ ხო ლამაზი თვალები ქონდა ანუ როგორ დაიგო მასწავლების ნათქვამი რომ თითქოს მასწავლებელი უყურებდა ამ ქალის თვალებს ხო რა თქმა უნდა მასწავლებელს დანახულიც არ ქონდა ქალის თვალები არ უყურებდა ეს არ იყო მისი ასე რომ ვთქვათ მის ინტერესში ხო ეს ყველაფერი ამ მომენტში მასწავლებელმა არაპატია მოსწავლეს და გააგდო მოვიდა მოსწავლე შენ ცოტა ხნის შენ გარკვეული პერიოდის მერე ვითხოვა პატიება და მასწავლებელმა პატიება მისი არ მოდის იქიდან გულის სიღრმიდან კიდევ ერთხელ გააგდო და შემდეგ მოსვლაზე უკვე რომ მოვიდა ეს მოსწავლე მასწავლებელი კითხულობდა შემაყეს რა შემაგესრას კითხვის დროს ვიცით რომ შეიძლება რომ შეაწყვეტინო ადამიანს даже თუნდაც დაინახო არ გესალმება უნდა მიხვდე რომ შმა ისრაელს კითხულობს და არ შეიძლება შუა შმა ისრაელში მოსალმება არტო შეიძლება როდესაც გვაქვს გადასვლა ერთი კუპლეტიდან მეორეში და ხელით აცუნა დაიცადეო ამ მოსწავლემ მიიღო ის რომ თითქოს და არაპატია და წავიდა გააკეთა რაც გააკეთა ხო ანუ ხედავთ რომ ბრძენმა
ის ბრძენი შეუძლია რომ არ აპატიოს და არის თალმუდის რაც იძახს რომ ბრძენი თუ ყოველთვის აპატიებს დაუშვათ თუ შეურაცხყოფას მიაყენეს ბევრ ხალხში ამას ბრძენი არ ქვია უნდა ასე ვთქვათ უნდა გასცეს საკადრესი პასუხი და მან დაუცილებელია ეს შურისძიება რადგანაც ხალხი არ მიოჩიოს იმას რომ თალმთახელს არ მიაყენონ შეურაცხყოფა ხო ანუ ხედავთ პირველი რასაც ჩანს ადამიანის პირველი რაც ვახსენეთ სად ჩანს ადამიანის თავდაბლობა როდესაც ბრაზდება თუ შეუძლია რომ თავისთავად ხელში აიყვანოს და არ გაბრაზდეს და პატიობს და არ ცდილობს რომ შურიძიოს იმაზე ვინც აწყენენ ამას ხედავთ რომ ეს უკვე დიდი ნიშანია რომ ამ ადამიანს აქვს თავდაბლობა მეორე ნიშანი ჰაშენი ქეშიავო ჰეფსეთ გადო როდესაც აქვს ადამიანს დიდი დანაკარგიო ხას შალომ შეამოთ ბანაო უკროვა როდესაც ადამიანს უკდება შვილები ანახლობლები უმაცდიკ 딘 ჰაბორე ბარუხუ ალა და უმეკაბელ მიაჰავა და იძახის ადამიანი რომ რაც კი მოხდა ეხა რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს მისი ტკივილი იძახის რომ ყველაფერი გამჩენისგანა რაც გამჩენმა გააკეთა ემეთია ყველაფერი სწორია ხო კემო შენეიმა როგორც ნათქვამია თორაში ვაიდომ აჰარონ ვეზე იორე მეოდ ალანაბა რომ მაგალითად მოყავს ხო სწავლის წყარო ჩვენ გვაქვს თორაში სადაც როდესაც არონა კოენს გარდაეცვალა შვილები ხო წერია თორაში ვაიდომ რა არის დომე გაჩუნდა არონმა მიიღო სიყვარულით რაც იყო მისთვის შამაიდან გამოწერილი ანუ ორი ახალგაზრდა შვილი წაიყვანა გამჩენმა ხო როგორც წერია რომ მიზეზები რამდენი ახსნა ხო წერია რომ ძალიან ბრძანები რომ მათ სხვილის ნესტოებიდან შეუვიდა ცეცხლი და დაწვა ისინი შიგნიდან ანუ ორი ახალგაზრდა შვილი არონა კოენმა ასე რომ ვთქვათ ჩადო მიწაში თავის ხელით მაგრამ პრეტენზია არ უთქვია გამჩენის წინაშე ხანდახან ხდება გამჩენა არც არ განაცხადებს რომ ტკივილი დიდია მაგრამ ადამიანს შეიძლება კონდეს ესეთი რამ დაკარგა სახლობილი ადამიანი მეორე მხრივ იყოს რომ დავშვა დაკარგა ფული დაკარგა ქონება რაღაც ესეთი და იწყებს ასე რომ ვთქვათ კლაპეშმაია გამჩენის წინაშე დგება და იწყებს ხვილილს აი რატო გამიკეთეთ თქოს გამჩენმა არის ის რატო გააკეთა და მარტო თვითონ ეს რატო გავკეთა გამჩენმა და არ ეკუთვნოდა გამჩენს შეეშალა და არ კუთვნა ამ ადამიანს რა თქმა უნდა ეს არის გამოხატვა იმისა რომ ადამიანი არის კეთმაღალი ხო თანახან დავშტი იუნარ შეიძლება კეთმაღლობა ჩას როდესაც ადამიანს ეუბნებიან რომ თორაში ასე წერია და ეს რა თორაში ესე წერია თითქოს თვითონ უკეთესად ესმის თორაში რა უნდა ეწეროს ვიდრე რაც გამჩენმა დაწერა თორაში ხო თორა არ არის ადამიანის დაწერა თორა გამჩენმა დაწერა და ყველაფერი რაც თორაში წერია ემეთი ხო ეს ადამიანი იწყებს პრეტენზიების გამოთქმას თორის კანონების წინააღმდეგ ეს ჩანს რომ ადამიანს აქვს ძალიან დიდი პრობლემა რასაც ქვია ძალიან დიდი გავა დიდი კეთმაღლობა და ამით ანგრევს ყველაფერს ხო აქაც, როდესაც ადამიანს ხვდება გარკვეული სხვადასხვა სირთულეები ცხოვრებაში, დააწევს თავს და დაიწყებს რომ მე არ მეკუთვნის, აგერ შეხედა ჩემ მეზობელს, რატო მართლ ფულს წართვი ჩემ მეზობელს, ნახე რა ცუდი ადამიანია, ანუ ხედავთ რომ აქ ეს არ არის სწორი, ხო? ეს არის კეთმაღლობა, ადამიანმა უნდა მიიღოს რაც გამოუწერეს მას და ვიდრე. მესამე, ჰაშლიში, იმიშმა აულამ, შეაულამ, მეშაფხო, თუ ესმის ადამიანს რომ ყველა მას აქებს. მეშაფხოთო, ალხოხმათო ვე ალმა ასავათოვი. რომას აქებენ მისი სიბრძნისგან, კაი საქმეების გამო. ლოის თმა ხბელი ბოალზე, გულში არ უნდა გაუხარდეს ადამიანს, რატო? ელა იახშოვ შემა ასავ, ჰატოვიმ ჰემ მოატი, ნეგედმა შეუხაიავლა ასო. არამედ გულში უნდა გაიტაროს ადამიანმა რა. რომ ამას რასაც კი არ ვაკეთებ, ეს ყველაფერი არის წვეთი ზღვაში, იმასთან შედარებით რაც კი მავალია რომ გავაკეთო. არ თუ რაც კი მაგაკეთებული, რაც კი მავალია რომ გავაკეთო, ვენა მელა კეთიბად მაიამ როგორც თქვი და არ არის არამედ როგორც წვეთი ზღვაში. ანუ ხანდახან ადამიანი აკეთებს კაი რაღაცას და ძალიან კაია რომ ხვდება რომ სწორ რაღაცას აკეთებს, მაგრამ არ უნდა იფიქროს რომ ეხლა მას ეკუთვნის კოლატო ვოჩებაოლა. ყველა სიკეთე რაც არის სამყაროში. გამჩენ მისცემს რაც ეკუთვნის და იმაზე მეს გვაძლევს ვიდრე გვეკუთვნის. ამიტომ ადამიანმა უნდა გააგრძელოს კეთება და რაც შეიძლება უნდა მეტი უნდა დაამატოს. რომლებიან და აქებენ გულში არ უნდა გადიდგუდეს, არამედ უნდა თითქოს უნდა შეერწყოს, ხო? ვეხო შეკენ იმ ომერულო ალავმა
אומרו לו, למה עשים טובים שלא עשה, שלא ישמח, אלא יצטער בליבו, על שיצא לו שם בדבר שאין בו. דאיזכס מתומטס, רודסת אדמיאז גמודיס חמה, חמה קבע, אדמיאז რო აკებენ მასინა ზე რაც არ გაუკეთებიათ ცხოვრებაში. ანუ მიაწერეს რაღაც კაისაქციელი, რო გაიგებს, არ უნდა გაუხარეს. პირიქით უნდა გული უნდა დაწყდეს, რადგან აკებენ მას იმაზე, რაც მისი არ არის. ამ თითქოს და იღებს პატივს და ქებას იმას, რაც მას არ ეკუთვნის. თითქოს პატარა ქურდობასავით გამოდის, ხო? მეხუთი იმისაო თვითონ არ იბრალებს არაფერს, ხო? იმ ეხად სიბერალა მასიმ რაიმ, მაგრამ თუ მოვიდა ვიღაცამ და ეხა მოყვა ცუდი რამე მასზე, ცუდი გამოიტანა მასზე ცუდი ხმა, იმ ემეთადავა თუ ეს არის ჭეშმარიტება, לא יחפש לעבד האמת, לנקות עצמו, כמו שאמר יהודה, צדקה ממני. არ უნდა ქნას ადამიანმა ხა მოყვნენ ისაც გაკეთებული, არ უნდა დაიწყოს ხა ამ ადამიანმა ძებნა გზისა, როგორ გაიმართლოს თავისთავად. არამედ რაც გააკეთა მიიღოს, ხო? უნდა მიიღოს და რა უნდა საიდან სწავლთ ამ ყველაფერს, როდესაც იუდამ, ხო? ვიცით თამარის ისტორიაზე რა მოხდა, რაც მოხდა, როდესაც უნდა თუ თამარი დაიწყო, იუდამ თქვა, მივიდა იუდასთან და უთხრეს, რომ აგერ შენი რძალი არის ორსულად, რადგანაც უკვე იბუმის წესი იყო სამყაროში, რა უთხრა იუდამ, გამოიყვანეთ და დაწვიტო, ხო? და როდესაც იუდა მივიდა სასამართლოზე, ამ თამარმა ანახა მისი მოსამართლეების წინაშე გამოიტანა ის ნივთები, რომელიც იუდამ მას ქალთან დატოვა თამართან. და იუდამ რო დაინახა შეეღო გაჩუმებული ხო და ხალხს დაწვავდნენ და გააკეთა თქვა რომ ცადკა მიმენი ანუ ჩემგან არის ორსულათო და ეს ქალი თამარი გადარჩა სიკვდილს და იუდა ამით დამადლიანდა რას რომ გახდა დამადლიანდა მეფობას ხო რომ იუდა არის სიტყვიდან ლეჰოდოთ და დათანხმება ხო ანუ მაგიდან ვსწავლობთ რომ როდესაც ადამიანს გამოდის პასუხალო ცუდი ხმა და რაღაცა სულს ლაპარაკობენ მასზე თუ ჭეშმარიტება არ უნდა ეცადოს თავისთავად რადგან გამოიძვნოს და იწყოს ტყუილების მოყოლვა ხო ויאלישתדל להכחיש אותו האיש שסיפר עליו ואל ישנאהו על שגילה הדבר და არ უნდა ეცადოს რომ ეს ადამიანი რაც თქვა თითქოს და ხალხში შეიტანოს ამ ადამიანის სიტყვებში არა თუ უკვე თვითონ ისტორიაში არ უნდა თვითონ ამ ადამიანში შეიტანოს ხალხის თვალებში ეჭვირო ამას როგორ უსმენთ არამედ და არ შეიზღოს ეს ადამიანი არამედ ახ იხანა ლაბორე ბარუხუ აშერ გილა მეათ ჰარბე ლეასრო ულეხო კდენ შეაშულა არამედ გილა მეათ მიარბე არამედ მიიღოს რაც გამჩენმა გააკეთა ანუ არ უნდა იფიქროს რომ ეს ამ ადამიანმა გამჩენს რო არ დომოდა არ გააკეთებდა ეს ადამიანი, ხო? ვერასდროს ვერ გააკეთებს, ვერაფერს ის რაც არ გეკუთვნის შენ. თუ გამჩენს უნდოდა რომ ეს გაეკეთებინა, გაუკეთა. და რომ გაუკეთა უნდა მიიღოს, როგორც წერია რომ ის ვინც აკეთებს ხილულაშემს ჩუმად, ბოლოს მოხდება ისე რომ ხილულაშემს გააკეთებს, ეს ხილულაშემი გამოვა საკვეთლოდ, ხო? და იცოდეს ხოლმე, რომ ადამიანი ცოდავს ჩუმჩუმად და გონია ხალხის პალში ცადიკობს, ბოლო მოხდება ისე რომ ყველა გაიგებს რაცაა, ხო? ახაც ეს უნდა მიიღოს გამჩენისგან, რათა გამჩენ და უნდა ემატრიეროს გამჩენს, რომ გამჩენმა ის პატარა ცუდი რაც გააკეთა ამ ადამიანმა გამოამჟღავნა და გამოიტანა საქვეყნოდ და იმ ბევრი და რაცაა გაკეთებული და რატო აკეთებს გამჩენი ამას რათა ადამიანი დაბრუნდეს მასთან გააკეთოს თეშუბა როდესაც ადამიანს ასე ვთქვათ სახეში ააფარებენ იმ ფაქტებს რასაც რიცაა თვითონ დაკავებული აქედან ხდება ადამიანო თეშუბა აგასაკეთებენ ხო ვეიმა შესიპერ ალა ჰუ შეკერ და თუ იქნება ისე რომ ეს რაც ამ ეს არის ტყუილი. ანუ ხა მეორე შემთხვევა, ხო თუ პირველი იყო საუბარი, როდესაც მოყვა ვიღაცამ რაღაცა, პეტრე მოყვა პავლეზე და ეს იყო ჭეშმარიტება. ეხლა საუბარი, როდესაც პეტრე მოყვა პავლეზე და ეს არის ტყუილი. ალიახლი ამესაფერ ველო ასიმო არ დაამციროს თავისი ასე ვთქვათ, ის ვინც მოყვა ამაზე, ხო ამ ადამიანზე და არ გაბრაზდეს მასთან და არ ახვეს მას. რატო აკეთებს ადამიანი რომ მოდის და ყვება მეორეზე სულ რაღაცას, ესე იგი გარკვეულწოდ რაღაც პრეტენზია და უნდა ამ ადამიანთან ასე ვთქვათ კონფლიქტში შესვლა. არ უნდა აყვეს ადამიანი. კი ქვარაია ეხად მინა ხახამი და ეხა მოყავს ისტორია. კი ქვარაია ეხად მინა ხახამი შესიპრუ ალა რა იყო ერთ-ერთი ბრძენი, რომელზეც მოყვნენ რაღაც ცუდს
გამოვიდა ცუდი ხმა. ვინმეს თუ შეუძლია შეამოწმოს, რომ გაითიშება თუ არა, რომ ვიცოდეთ რა გავაკეთოთ, ბოდიში. ხო, გამოვიტანეს ცუდი ხმა, უკიშენოდა და ვარ ლეხასი და მას მე რაც გახდა ამ ბრძენის ყურამდე მივიდა. ხო, ეს ლაპარაკობენ, რა თქმა უნდა, კატავლო. გავგზავნა ჭორიკანას გავგზავნა საჩუქარი და მიწერა ასევე წერილი. ხო, ათაშა ლახტალი დორონ მისხუიოთეხა. შენ მე გამომიგზავნე საჩუქარი შენი ზეხუთებიდან, ანუ რაც კი სიკეთე ქონა გაკეთებული, ეხლა ყველაფერი გახდა ჩემი. ვიანი გამალთილეხა ბედორონზე შეშლახტილახ და მე გამოგიგზავნე ის და მიიღე ჩემგან ის, რაც კი მარტო ის, რაც კი მე გამოგიგზავნე. ანუ შენ მომეცი მთელი შენი მომავალი სამყარო, მე კი შენ გამოგიგზავნე, მაგალითად ტორტი გავგზავნა, ხო? მე მარტო ტორტი გამოგიგზავნა. კი განიმასუზო, ხო? ანუ როგორ ვთქვით, რომ იყო ბრძენი, რომელსაც გამოიტანა ვიღაც ჭორლიდან ცუდი რამ, ანუ მოყვა ტყუილი. და როდესაც ამ ბრძენის ყურამდე მივიდა ეს ყველაფერი, გაუგზავნა ამ ადამიანს და უშუალოდ ალბათ მაგალითისთვის ტორტი. და უთხრა, რაც კი შენ მე გამომიგზავნე, ანუ არ უნდა თქოსო დარჩენილი ყოველში ამ ადამიანთან, ხო? ასე რომ ვთქვათ, ცოტა ის ხუმრობით, ხო? ეუბნება, რაც კი შენ ქონდა მთელი შენი ზღუიოთ არის, ანუ დაგროვილი მადლები, გამომიგზავნე. მე მეტი გამოგიგზავნე ის, რაც კი გამომიგზავნე და არა მეტი. კი ლეომადინ მარი მიცვოთ ლეარბე ბნეი ადამ, შელო ასუოთო ოთანა მიცვოთ. ვეომრუ, ჰალოლო ასინუ. ასე, ანუ ძახის ბრძენი, რომ იქნება რომ ადამიანი ავაშა მაინში 120 წლის მე, როდესაც მოვა მისი აბრძანების დღე, ვიღაცა აბრძანდება, ვიღაცა არ აბრძანდება, ხო? ის ვინც ავა სასამართლოში, ეთქვიან მას ნახე რამდენი სიკეთე გაკეთებული. საიდან ეს სიკეთეები? საიდან ეს სიკეთეები? ადამიანს ეს მე არ გამიკეთებია. ჩემი არ არის. ცხოვრებაში დავუშვათ არ გადაურჩენია ადამიანი დახშობისგან, ან არ გაუწია $1,000,000 ცედაკაში, ანუ არ ვიცი, მილიონი რამ, ხო თორე არ უსწავლეთ ცხოვრებაში. ადის და უცებ ეუბნებიან, რომ აგერ შენ მთელი თალმუდი გაქვს დამთავრებული, დიდი ბრძენი იყავი, ხო? საიდან? ვეაშიულა ჰემ, ოთამ შესიპრუ ალეიხემ რა, ჰემ ასუ ელუამიცროთ, ვენოტლიმ ოთამ მეჰემ, ვენოტლიმ ლახემ. და ეტყვიან მას, რომ ის კი ვინც თქვენზე, მათ კი ვინც ილაპარაკეს თქვენზე ცუდი, აგერ ავიღეთ მათგან მთელი სიკეთე რაც აქვს გაკეთებული და მოგიტანეთ და გადმოგეცით. ანუ მათ აღარ ეკუთვნის ეს. ანუ როდესაც ადამიანი ვიღაცაზე ლაპარაკობს ცუდად. ხანდახან არის ლაშონარა ლეტოელეთ, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს ლაშონარას, რომელიც საჭიროა რო თქვას, ხო? დაუშვათ რა ძალიან არ არის მიღებული, რომ ხალხს გონია რომ ეს დიდი ცოდვა. მაგალითად, უნდა შეიქმნას ახალი ოჯახი. არის ორი ახალგაზრდა და დაუშვათ, ხო? რაც ძალიან ხშირია და შემოხვედრია გამჩენყოლა საშოროს, ბიჭი არის ნარკომანი. გოგოს ოჯახს იცნობს ვიღაცა, თუნდაც არ იცნობდეს. არ არის აუცილებელი ყოველთვის რომ ეს იყოს ღიად გაკეთებული. შეიძლება დაიწეროს წერილი და გაუგზავნონ გოგოს ოჯახს და უთხრან, მიუხედავად იმისა, თუნდაც რომ ეს ბიჭი იყოს ჩვენი ნათესავი, ხო? ამ ჩვენ გვარიდოს ხო, რომ არავინ არ იყოს ნარკომანი და ცუდი ადამიანი, მარტო კარგი იყოს, მაგრამ რაც ხდება და შემოხვედრია. მიწეროს ამ ოჯახს, ან გადასცეს რაღაცნაირად და უთხრას, რომ შეამოწმეთ ეს ბიჭი ამაში და ამაში, რატო? როგორც შენი ნათესავი, შენი სისხლი და ხორცი, ასე ნებისმიერი ებრაელი შენი სისხლი და ხორცი. არ შეიძლება რომ შენ იმიტომ რომ ეხა ვითომ და კაი ბიჭო და კაი ტიპო, ვიღაც ადამიანის ან გოგოს ცხოვრება დაანგრიო, ხო? რა იქნება კარგი თუ პატიოსანი გოგო, ან იგივე პირიქით რო იყოს თუ გოგო არის ავადმყოფი, გიჟია, ან და ბოდიში ასე რომ ვიზახ, მაგრამ უფრო საგრძნობი იყოს, ხო? არ არის ნორმალური ან დაუშვათ ცუდი გზის იყო და ატყუებენ ეხა ბიჭი და ეს ბიჭი კაი ბიჭი არ ეკუთვნის ესეთი ვალდებულება აქვს ამ ადამიანს, ვინც იცის ეს ისტორია, რომ მივიდეს და ჩაახენოს საქმის კურსში ხალხი, ასეთ შემთხვევაში არ დაკარგავს არაფერს, პირიქით მოიგებს, თორიდან გააკეთებს მისვას, მაგრამ იქ სადაც არაა სალაპარაკო და ლაპარაკობს, ეგ სადაც საპატიებელია და მოდის და აღებს პირს, კარგავს ყველაფერს, ხო? ვეკენ ლარეშაი მარიმ ავერო ჩელოასუ და ასევე ცუდი ხალხი, ცუდ გზაზე დგანან,
ანახებენმა თუ რამდენი ცუდი აქვს გაკეთებული. ხა იძახის ეს ცხოვრებაში დავშვი მომიპარია, გამიქურდია ყველაფერი, მაგრამ ეს არ გამიკეთებდეს, არ მომიკლია, არ გამეუპატიურებია, დავშვი მილიონი რამ, ხო? ეუბნებიან ყველაფერი შენი გაკეთებულია. საიდან უფშეომრო, ჰალო, ასინო. იაშიულაემ ეთყვიან მათ ელუ ავეროთ ასუ ოთამ შესიფართემ ალეჰემ ლაშონარა. ეს არის იმათი ცუდი საქციელები, ვიზეც ლაპარაკეთ ცუდი. არ არის საკმარისი, რომ დაკარგა რაც კი სიკეთე ქონდა, ანუ კარგა იღებს იმასაც, რაც იმის ცუდია. ვენიტლუმე ჰემენოთა სუალეიხემ. და ეუბნებიან აგერ ეს ორი ჩემოდანი ცოდვები და კიდე ორი ტრაილერი გარეთ დგას, მიიღე ხა შენთვის და შეირგე. ვეზეუ შენეემარ და ეს როგორც წერია, ვეაშჩუ ლიშხენენუ, კაი, გამოვტოვე ფასუხს ახსას აზრი არ აქვს. კი ხოლ ამ მეხარე ფაცადი და აგზელებს ძენი, ყველა ვინც კი აკნინებს პატივს ცადიკისა, ქეილუ მეხარე ფაშემ, ბარუხუ, კი ყოველი რომელიც კი აკნინებს წმინდანის და თალმითხახმის პატივს, თითქოს აკნინებდეს გამჩენის პატივს, კი ოევე ისრაელ ჰემ ნიკრაიმ ოევე ჰაშემ ბეკამამეკომა რადგანაც დამწერლობით თორაში და ასევე თალმუდშიც ბევრი ადგილი სადაც წერია რომ მას ვისაც ეს იზღება და ძულს ისრაელი ძულს გამჩენა, რადგანაც ისრაელის ერი მოსული აქვს შეასრულოს გამჩენის დავალება, ხო? იგივენაირად საიდან სწავლობ თალმუდხახმის პატივს, ვიავთა ეთ აშემ ელოქე ხაწერია და ეცი გიყვარდეს გამჩენი ეთ ჰაშემ წერია, ხო? ეთიდან ვაკეთებენ ბრძანები დრაშას და სწავლობენ თალმუდხახმის პატივისცემას. ანუ გამოდის მაქედან რომ თალმუდხახმის პატივისცემა როგორც გამჩენის პატივისცემა. ვეალზე ის ირანო ბატორა და ამაში ვარ და ასევე ვარ გაგცილებული ამაზე თორიდან. ზახორეთ აშერ ასა აშემ ელოქეხალე მირიამ. და გახსოვდეს ყოველთვის ის რაც გაუკეთა გამჩენმა მირიამს, ხო? რა ისტორია იყო ლაშნარაზე, როდესაც მირიამმა და არონმა თქვენს მოშეზე რომ ჩვენც ვართ წინასწარმეტყველები და რატო და მოშეც და რატო დატოვა მოშემ თავისი მეუღლე და ჩვენ მაგერ ცხოვრობთ ჩვენ ოჯახის წევრებთან არ შეიძლება რომ ანუ თითქოს პრეტენზია თქვენს მის პატარა ძმაზე მირიამმა რომელმაც თავის ხელით გადაარჩინა მოშე და არონმა რომელსაც შეიძლება ითქვას რომ გაზარდა ხო მოშე ლეფიხახ მის შესოվել ბიზიონო ვეშოტეკ აქედან ხედავთ რომ გამომდინარე აქედან ყოველი ვინც კი ასე რომ ვთქვათ, იტანს დამცირებას და ჩუმდება, ნიკარ შეუვანა. ჩასაკედან რომ ეს ადამიანი არის თავდაბადული. ხანმაცინო ბეილელანასი, ზეუნახეთ ჰილელის ისტორიაში, თუ გახსოვთ ვილაპარაკეთ ჰილელის ისტორიაში, ალბათ 4 კვირის წინ, 5 კვირის წინ. ამახსოვს, როდესაც მიდიოდა ის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ნიზლავი მეორე მეგობართან, რომლა გაებრაზებინა ჰილელი და ჰილელი იყო ერის წინამძღოლი. ხაჩებიზაო ერთმა რომელსაც მიაყენა შეურაცხყოფა იმ ისტორიის ბოლოს რო უთხრა როდესაც ნახა რომ ვერ აბრაზებდა შეამრულო ალ ირბუკა მოხაბე ისრაელ ველოჰიკბი რო უთხრა ჰილელს და შეხარო ჰილელი და ჰილელი კი მე ვარო თუ შეხარილელიო მაშინ არ გამრავლდნენ შენაირები ხო ჰილელმა ხმა არ გასცა ხო ველოჰიკბი და არ გაბრაზდა მას ვეშ ბამიდრაშ და ასევე არის მიდრაში ენ ანავ ელა ჰაშომია ხერპატო ვეინომაში და ასევე მიდრაში და გვაწყარო რო წერია რომ ვინ არის თავდაბალი რომელიც ისმეს თავის ასე რომ ვთქვათ ისმეს თავის დამცირებას ხერპა არის შეურაცხყოფას ძლიერ შეურაცხყოფას ვენომეში და არ პასუხობს ხო დიქტიო როგორც წერია ვათე და ბელ მირიამ ვეაჰარონ ბემოშე ხო ეს როგორც ვახსენეთ აქედან რომ და მე გაგზელებაში წერია უხდი ვიქო წერია ვეჰაიშ მოშე ანავმეო და კაცი მოშე თავდაბალია ძალიან. ანუ მოშემ გაიგო ეს ყველაფერი და ხმა არ გასცა, ხო? რატო? ადამიანმა უნდა იცოდეს. თუ შენზე მართალია და ლაპარაკობენ, ეკუთვნის და ლაპარაკობენ. რაც არ უნდა იხტუნაო და ცხინდეს და გული გტკიოდეს, სანამ ცუდად იქცევი, იქამდე გაგეთქინოს გული და არ გააკეთო და არავინ არ ლაპარაკებს. თუ ტყუილია, გამჩენი პირველი გასცემს პასუხს. შენ პასუხის გაცემა არაა საჭირო. ხანდახან ძნელია ეს, რა თქმა უნდა, ხო? მესლათი შარემში წერია რომ ადამიანმა შური რო არ იძიოს, ეს ადამიანის ძალებში არა. ანუ შურის ძიება იძახ მესლათი შარემი, ხო, რამხალი, რომ შურის ძიება ადამიანისთვის არის ტკბილი, როგორც მათოთ მინდვაშ მეგონი ესე იძახის თუ არ შეშლება, ანუ ტკბილია როგორც თაფლი, ხო? კარგია რომ ადამიანს გაუკეთეს, ანუ სიამოვნებს ადამიანს, როდესაც მას გაუკეთეს ცუდი და ეს უბრუნებს. ხო, მაგრამ
მეორე მხრივ თორა მოდის და გეუბნებელ შური არ იძიო და ბოხმა არ ატარებულში, მაშინ რა გამოდის? თუ იძახის მესლათ ეშარემი, რომ ერთი მხრივ გაქვს დავალება არ გაქვს, თუ მეორე მხრივ იძახის მესლათ ეშარემი, რო არ იძიო შური ადამიანმა მის ბუნებაში არ არის ესეთი ძალა. ეს მარტო ანგელოზების ძალაა. მაშინ რა გამოდის? თორა გვავალებს იმას, რაცო ჩვენ ხელში არ არის, იძახის მესლათ ეშარემი არა, ეს რამე არ არის. ანუ რა, მას მერე რაც გამჩენმა შენ დაგავალა და თორაში მიცვად გიწერია აკრძალოთ, რომ არ იძიო შური და არ ატარა ბოხმა გულში, გამჩენმა მაგ მიცვის დავალების დროს მოხსა შენ ძალა თორიდან გამომდინარე, თორის ძალით, საიდანაც გააგებინა რომ არ შეიძლება, ეგ მოხსა ძალა რომ ეგ არ გააკეთონ. თორის მიღებამდე ადამიანს ეგ ძალა არ ქონდა. რაც თორა მიიღო ისრაელის ერმა, მას მერე ჩვენ გვაქვს ეს ძალა, რომ არ შეგვიძლია რომ არ ვიძიოთ შური, ვაპატიოთ და ასე ვთქვათ გავატაროთ, არ მივიტანოთ გულთან ახლოს. ועליהם נאמר და ამ ხალხზე ვინც ისმენს თავის ლანძღვას და ასე რომ ვთქვათ ცუდ რაღაცებს თავის თავზე და ჩუნდება, ქვია ვეოჰავ კეცეთ ჰაშემის ფიგურატო, ხო? და სიყვარული მათი ისია, როგორც ისეთი გაწყნებულია, როგორც როდესაც გამოდის მზე დილით ამოდის და ანათებს წელს სამყაროს, ხო? ანუ დიდი რამ არის, ანუ საუთაკედან როდესაც ადამიანს ესმის, რომ აყენებენ მას შეურაცხყოფას, ხო? და პატიობს ადამიანს, არ ყვება, ხო? იქ ხდება რომ ეს არის გამჩენისგან და იგებს როგორც გამჩენისგან გამოგზავნილ მესერს, ხო? გამოგზავნილ წელს. რომ მიხვდეს თუ რა უნდა გამოასწოროს თავის ცხოვრებაში, ხო? დღევანდელ დღეს ჩვენ ამ სამი იმაზე გავჩერდები, კიდე სამი და ხო, გავყოფ შუაზე, რაც მეოთხე ძალიან დიდია და დღეს ვეღარ მოვასწრებ. დღეს ისეთ იმაში ვართ მოყოლილი, ხო? მეციოთ ვითარებაში, მთელი სამყარო, რომ გამჩენი ველაპარაკება, ხო? შეუძლებელია დავშტო გვენარად. ცოტა დავაკავშირებო რაღაცას, პარაშად ჩავუადამ ხედავთ, რომ თავიდან იძახიან ბრძანები, რომ ფაროს ჰქონდა ძალა დაბრუნებული ხო თეშუბას. პირველი ხუთი დარტყმის განმავლობაში ფაროს კიდე ჰქონდა ძალა, რომ დაბრუნებული ხო, მაგრამ ხუთი დარტყმის მერე გამჩენა დაუკეტა მას გული. რატომ? რადგანაც არის სმენდა, რასაც გამჩენი ელაპარაკებდა. ხო, ანუ თამაშობდა, ეუბნებოდა, კი, გადით ილოცეთ გამჩენა, რომ შეწყვეტოს ეს დარტყმა და გაგიშო. რომ შეწყდებოდა თუ არა დარტყმა, ეუბნებოდა აღარ გიშო, ხო? ცოტათი ჩვენ თაობაში დავამსგავსეთ ფაროს. პატარა ფაროები ვართ, ხო? არავის არ ეწყინოს, მე ჩემ თავზეც ვიძახი და რადგან ხედავთ რაც ხდება სამყაროში, თვითონ ვასწორებ ჩვენს აქციებს. რა შევცვალეთ, მოვიდა კორონა. სანამ მოხდებოდა ეს გლობალური რამ, სანამ ნახავდით რა არის, როდესაც გამჩენს თელ სამყაროზე. ესეთი დიდი დარტყმა, მგონი კაცობრიობის ისტორიაში დათმობრივი არ ყოფილა, რომ თელი მსოფლიო ერთად ჩაფლული ერთი დარტყმა არის დაწყებული ჩინეთიდან დამთავრებული იერუშალიმამდე, ხო? ანუ არ გუნდებით თეშუბაზე, არ ვიღვიძებ. ყველაფერი მოდის შორიდან, ხო? ფაროს თავიდან პატარ-პატარა დარტყმები ქონდა. ამჩენა ყოველას არის, ბოლოს ადამდე მივიდა, დარტყმა მივიდა მის ოჯახში. ჩვენ უკვე ხედავთ აქ, ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან გულის ტკივილით ვიძახი, მაგრამ ხალხი ვინც მიიღეს თავის ოჯახში დარტყმები კორონასგან, მაგრამ არაფერი არ შეცვალეს. მიიღეს თითქოს და არ ვიცი, ვერ ვიტყვი პრეტენზია გამჩენთან, მაგრამ ვერც იმას ვერ ვიტყვი გამჩენთან დაბრუნდა. არავის აუცილებელი ვიღაცას ხავს შალომ, მას და მე შვილიან დედა მოუკვეს. ჩვენ ერთ ნათესავები, ვიღაც ვიღაც ნაცნობი, ხო? ეს უკვე ახლოს მოსული დარტყმა. რატო არ გუნდება ხალხი თეშუბაზე? რატო არავინ არ იწყებს შაბათის დაცვას უფრო ძლიერად? არავის არ გულისხმობს, ხი გლობალურად, ხო? ვინმეს თუ გონია, რომ ყველაფერი დამთავრდა რაღაც გარკვეული ხისუნი და რაღაც როგორც წინაზე ვთქვით, არა. ყველაფერი გრძელდება. დავარია რას სწავლობთ, ხო? სადამდე მოგცემს გამჩენილ ნიშნებს და სადამდე გაგრძელდება ის, რომ ჩვენი გული უფრო და უფრო გაქვალდება. რაც უფრო დრო გავა და არ დავბრუნდებით თეშუბაზე, არის მიდრაში, რომელიც იძახის, რომ გამჩენმა ფაროს გულისგან გააკეთა გული გადააქცია როგორც ღვიძლად. რათვისება ღვიძლს თავიდან არის რბილი და რაც უფრო მეტად ხარშავი, უფრო მეტად მაგრდება. რაც უფრო მეტი დარტყმა მიიღო ფარომ, მით უფრო გამაგრდა მისი გული, ხო? ბოლოს ადამდე მივიდა, რომ თვითონაც იყო პირველშობილი და ყველა პირველშობილი რომ გამჩენმა მოკლა მიცრაიმში მიცრაიმელებისა, ბოლოს მიხვდა ფარო რომ მოვიდა მაგის ჯერის და იქ იძახიან ბრძანები რომ დაბრუნდა თეშუბაზე და გახდა ვინ? გახდა მეფე ნინვეში, როდესაც გამჩენმა იონა ხო გააგზავნა, წინასწარ მეტყოლი იონა გააგზავნა ნინვეში, რათა დაბრუნებულიყო თეშუბას, თუ არა და მთელი ქალაქი ნინვე უნდა დაანგრეულიყო.
და მეფე იყო ფარო და ფარო მეგრევე მიხვდა რომ ეს გამჩენისგან იყო და გაახსენდა თვისი წარსული და დაბრუნდა თეშუბაზე, ხო? ადვილები ლაპარაკო თეშუბაზე დაბრუნდი მოუწოდო ადამიანს. ძნელია დაბრუნება, მაგრამ სხვა გზა არ არის. რა იქნება ხვალე კაცში მარიც, ამასაც ვერავინ ვერ წარმოიდგინდა და ერთი წლის განმავლობაში ვიждებოდით სახლებში, ხო? კარგით, დავთვალოთ ამაზე. დიდი მადლობა რომ მოგზანდით. სიკეთეები იყოს, კაი ამბები იყოს. ჩემს წყალობით, რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდეთ გამჩენს მომავალ შეხვედრამდე, როდის შევხვდებით ბეიტმიდრაში უკვე არ არის, მაგრამ კაი ამბები რო იყოს. გავფრთხილდით თავს, ბესარათ შავათავ, ხოდეშთავ, კაი ამბები რო იყოს, ნახვამდის. გაიხარე, რა ვთქვი, გაიხარე.